თავი მე-6. დაემორჩილეთ შვილებო თქვენს მშობლებს უფალში, ვინაიდან ეს სამართლიანია. პატივეცი შენს მამას და დედას, ეს არის პირველი მცნება აღთქმით, რათა მოგეცეს სიკეთე და დღე გრძელი იყო დედამიწაზე. თქვენ კი მამებო, ნუ გააღიზიანებთ თქვენს შვილებს, არამედ აღზარდეთ ისინი უფლის მოძღვრებითა და დარიგებით. დაემორჩილეთ მონებო თქვენს ხორციელ ბატონებს შიშითა და კანკალით, გულწრფელად, როგორც ქრისტეს. არა თვალთმაქცური სამსახურით, როგორც პირმოთნანი, არამედ როგორც ქრისტეს მონები, რომლებიც სულით ასრულებენ ღვთის ნებას. და გულმოდგინებით ემსახურებიან უფალს და არა ადამიანებს. იცოდეთ, რომ ყველა, ვინც სიკეთეს ჩადის, მასვე მიიღებს. უფლის მონა იქნება ის, თუ თავისუფალი. თქვენ კი ბატონებო, მათაც ასევე მოექეთით, თავი შეიკავეთ სისასტიკისაგან და იცოდეთ, რომ მათაც და თქვენც უფალი ყავთ ცაში და მის წინაშე არ არსებობს პირმოთნეობა. დასასრულს, ჩემო ძმებო, გამაგრდით უფლით და მისი ძალის სიმტკიცით. შეიმოსეთ ღვთის სრული საჭურველი, რათა შეძლოთ წინააღმდეგეთ ეშმაკის მზაკვრობას. რადგან ჩვენი ბრძოლა არ არის სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ, არამედ მთავრობათა წინააღმდეგ, ხელმწიფებათა წინააღმდეგ, ამ წუთისოფლის სიბნელის მპყრობელთა წინააღმდეგ, ცისქვეშეთის ბოროტების სულთა წინააღმდეგ. ამიტომ ხელი მოჰკიდეთ ღვთის სრულ საჭურველს, რათა შეძლოთ წინააღმდეგობა ბოროტ დღეს და ყოვლის მძლეველებმა გასძლოთ. მაშიდექით ჭეშმარიტებით წელს შემოსარტყლულნი და სიმართლის ჯავშნით შემოსილები და ფეხშემოსილნი მზადყოფნაში მშვიდობის სახარებად. და ყოველივე ამასთან ერთად აიღეთ რწმენის ფარი, რომლითაც შეძლებთ ბოროტის გავარვარებული ისრების ჩაქრობას. აიღეთ ხსნის ჩაჩქანი და სულის მახვილი, რომელიც არის ღვთის სიტყვა. ყოველგვარი ლოცვით და ვედრებით ილოცეთ ყოველ ჟამს სულით და მუდამ იფხიზლეთ ამაზე ყოველგვარი სიმედგრით და ლოცვით ყველა წმიდასათვის. ჩემთვისაც, რათა მომეცეს სიტყვა და ჩემი პირით თამამად ვაუწყო სახარების საიდუმლო, რომელსაც მე ვმოციქულობ მე ბორკილებში, რათა თამამად ვილაპარაკო ისი თქმაც მართებს. რათა თქვენც იცოდეთ ჩემი გარემოებანი და საქმეები, ყოველივეს გაუწყებთ თქვენ ტვიქიკოსი, საყვარელი ძმა და უფლის ერთგული მსახური, რომელიც სწორედ იმიტომ გამოგზავნეთ თქვენთან, რათა შეიტყოთ ჩვენი ამბავი და მანაც ანუგეშოს თქვენი გულები. შვიდობა ძმებს და სიყვარული რწმენით ვრთ მამა ღმერთისაგან და უფალ იესო ქრისტესაგან. მადლი იყოს ყველასთან, ვისაც უხრწნელობაში უყვარს ჩვენი უფალი იესო ქრისტე. ამინ.